მაღალ ყოვლადუს სამღვდელოესი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი. საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 152 კათოლიკოს პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო გახდა. მეუფე შიო 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო. ფოთისა და ხოფის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა, გაუქმდა 1 ხმა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი. მაღალ ყოვლადუს სამღვდელოესი მრავალურბნელი მიტროპოლიტი იობი 9 ხმა. მაღალ ყოვლადუს სამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი 7 ხმა. ერთი ხმა გაუქმდა. ამრიგად სრულიად საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეულია მიტროპოლიტი შიო. აქციო. გაჩნდა. Hold სიჩუმეს, hold. ყოვლად სამღვდელო და მაღალ ყოვლად სამღვდელო მეუფენო ძვირფასო დელეგატებო მიუმართავთ ახლად გამორჩეულ კანდიდატს. თანახმად ბრძანდებით დაიდგათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის საპატიო უღელი ღვთისადიდებლად ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით. ულოცავთ მის მაღალ ყოვლადუს სამღვდელოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. აქციოს მოიცა. საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა ეპისკოპოსი ბიჭვინთისა და სხუმაფხაზეთის დიდი მეუფე მამაი ჩვენი შიო მესამე. აქციოს. დედავანო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წინასწარ გაგუნდა დიდი პატივით და მძიმე ჯვარით. უპირველესად მადლობა ვთქვი მაგალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიგო ჩემს ღვთისმსახურებას. მადლობა ყველა წმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დას, ვის მამა შიო უწმინდეს
სენაკის საჩვეულის სენაკის პავლეს წმინდა ვის ალექსი სენაკეს შუშანიას და სხვა ჩვენ სასწრაფო მოვაზე წმინდანებს შემწეობისა და მარნორისთვის მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მეთაურებს ჩემთანი გამოჩენილი ესოდე დიდი ნობისთვის თითოეულ ადამიანს ვის დაუგალობა გიბაცა დევანდელი კრების ღირსეულთა წარმართვისთვის კრების ყველა დელეგატს დასრულავს განსაკუთრებული მადლობა ქართულ ხალხს სიყვარულისთვის ლოცვისა და განათლებისთვის ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის სამდელოებას და მერს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად ვისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად მძიმეა თქვენ სამորդის ჯვარი და პასუხის გეგმობა შეუძლებელია უბნის განგებების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე თუ რა მინება გვერდმა ასეთი დიდი მადლის და მსახურების ოცნება და აღხსნება შეიძლება გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და აპირი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უზღურება მსახურებ ყოველად მოსკალეობას ყოველად წმინდა დედაქრისტიანობას წმინდა და დას ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს პატრიარქთა ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ გია მელონის ლოცვას ასევე ქართული ხალხის ლოცვას და სიყვარულს თქო ჩემთვის ილოცე ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის რათა ერთობი სიყვარული და მშვიდობით მადლობა უღარი და ღირსეულთა გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეობით მოგეხსენებათ დღეს ჩვენ უნდა განვაცხადოთ ინტრონიზაციის თარიღი ტრადიციის მიხედვით გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს პატრიარქი ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ უახლოესი ასეთი დღესასწაული გახდა სხვა ეს არის წმინდა პატრიარქ პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოველწლიურად ქრისტიანობისადმი წილდომილობის დღესასწაული ამიტომ იმპროვიზაციაში გება ხვალ სვეტის სკოლაში მსახურება დაიწყო